მოგესალმებით, მე გახლავართ მაგდა, დავით აბულაძის კლინიკის მენეჯერი. დღეს ვისაუბრებთ პროფესორ დავით აბულაძესთან ბარიატრიული ქირურგიის შესახებ. ბატონო დავით, გამარჯობა. გამარჯობა, გაბატონო მაგდა. პირველი კითხვა, რაც ყველაზე ხშირად ისმევა, არის თუ რა განსხვავებაა სლივსა და ბაიპასს შორის? სლივის და ბაიპასის, ანუ სლივი ეგრეთ წოდებული კუჭის სახელოსებური რესექცია და ბაიპასი, ეგრეთ წოდებული ბაიპასი, ანუ კუჭის მაშუნტირებელი ოპერაცია, კუჭის შუნტირება. ერთის და მეორეც მიეკუთვნება ბარიატრიული ოპერაციების სრიალს. ძირითადი სხვაობა მათ შორის არის, რომ კუჭის სახელოსებური რესექციის დროს, შემიძლია ჩვენს მაყურებლებს ვაჩვენო, ხდება კუჭის დიდი სიმბოლდის გაყოლებით კუჭის ფუნდალური სხეულის და ანტრალური ნაწილის მოცილება და რჩება მხოლოდ მცირე სიმბოლდეზე. დაახლოებით 80% მოცულობით შემცირებული კუჭი, ხოლო შუნტირების შემთხვევაში, ანუ ეგრეთ წოდებული ბაიპასის შემთხვევაში ხდება გადაკვეთა კუჭის, პატარა კუჭის ფორმირება, გამოთიშვა მერე წვრილი ნაწლავის მარყუჟის, რომლის საერთო სიგრძე გამოთიშული მარყუჟის სიგრძე დაახლოებით 2 მეტრი არის და მიიკერება ამ დაპატარავებულ კუჭზე, მისათვის რომ საკვები კუჭიდან პირდაპირ გადავიდეს თეთრ ნაწლავში. თქვენ თავად რომელი ოპერაცია გაიკეთათ იტალიელებმა? იტალიაში სლიგასტექტომია გავიკეთე, იმიტომ რომ რატო იყო ჩვენება თქვენ? ჩვენება იყო, იმიტომ რომ ძირითადად ჩემი ჭარბწონიანობა იყო არა მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეული, არამედ იყო ჭარბწონიანობა გამოწვეული უშუალოდ კვებით ქცევის დარღვევით და ჩემთან უფრო იყო საჭირო კალორაჟის მიღებული კალორაჟის შემცირება და არა შეწოვის. კი ბატონო, შეგვიძლია ავხსნათ პაციენტებს თუ რა გზა უნდა გაიარონ, როდესაც მოვლენ ჩვენს კლინიკაში მოსვლიდან ოპერაციამდე, რა პერიოდია და რა გზას გადიან? კი ბატონო, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით არის პროტოკოლები, გაიდლაინები, რომლის მიხედვითაც ბარიატრიული ქირურგია შედგება არის 2 ეტაპი, ანუ კურნალობა არის ამბულატორიული ეტაპი და სტაციონარული ეტაპი. და აქედან ამბულატორიული ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ოპერაციამდელი, ასევე ოპერაციის შემდგომი. ამისათვის სწორედ ჩვენი კლინიკის დიზაინი, დავით აბულაძის ქართული თავიდანვე კლინიკის დიზაინი, სწორედ მაგისთვის არის განკუთვნილი, არის ფანტასტიკური აპარატურა, ყველაფერი ექიმთან ის 5-კაციანი გუნდი, რომელიც არის ქირურგი, ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი, კარდიოლოგი და თერაპევტი, მაგრამ თუ საჭირო გახდა დამატებითი სპეციალისტების და კვლევების საშუალებაც არის. რომლებიც იკვლევენ ამ პაციენტებს, იმისთვის რომ სრულად შეფასდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ რა ტიპის დარღვევებია, მეტაბოლიზმი რა მიმართულებით მიდის და რომელი ტიპის ოპერაცია უნდა შეირჩეს. ასევე ამ ამბულატორიულ ეტაპზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენი ხანი უნდა მომზადდეს პაციენტი. ვთქვათ, შესაბამისად, ეს არ არის ოპერაცია, რომელიც ესე ვთქვათ, ჩვენ გვეჩქარება რომ უნდა გაკეთდეს, ვთქვათ, განსხვავებით ონკოლოგიისგან, ან სხვა მწვავე პათოლოგიისგან, რომლის დროსაც შეიძლება რაღაცებზე თვალის დახუჭვა, იმიტომ რომ თქვა დრო არ გვაქვს იმისთვის, რომ მაგრამ ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა გავიდეს მინიმალური რისკის ქვეშ. მომზადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გართულებების ალბათობა და რისკი იყოს დაბალი, ერთი. მეორე, რომ ოპერაცია თვითონ კუჭის კედელი მომზადდეს იმისთვის, რომ თქვა მარტივი იყოს მასე ოპერაციის წარმოება და არ იყოს თქვა ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორც არის კუჭის კედლის ჰიპერტროფია ან ანთებადი ცვლილებები კუჭის კედელზე. ასევე მომზადების პერიოდში პაციენტებს ენიშნება სპეციალური დაბალკალორიული კვების რეჟიმი, რომლის დროსაც ჭარბწონიანების ყველაზე დიდი პრობლემა არის ხოლმე ღვიძლის გასხიმოვნება, რომელიც ტექნიკურად შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი გამოთქვეს უშუალოდ ოპერაციის ტექნიკურად შესრულებისთვის და აი ამ დიეტაზე პირდაპირ დამოკიდებული არის ღვიძლის ზომები, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული liver shrinking diet, მაგას ეძახიან, ღვიძლის დამაპატარავებელი დიეტა, ძირითადად ეს არის ცილოვანი დიეტა, რა თქმა უნდა, რომლის დროსაც ხდება ღვიძლის ზომების შემცირება და უფრო ადვილად და უფრო სწრაფად ვაკეთებთ ოპერაციებს და ესეთი გართულებები, როგორც არის თქვა სიტყვაზე თრომბოემბოლია, ნაკრების უკმარისობა თქვა თან კიდე კუჭის სტენოზი, ხო, პირდაპირ დამოკიდებული არის თუ რამდენად სწრაფად მორჩება ოპერაცია და რამდენად მარტივად ჩაივლის ტექნიკურ. ანუ არ არის კარგი, როდესაც ჭარბწონიან პაციენტს დიდხანს წინავს აქედან გამომდინარე. ხო, რა თქმა უნდა, ანესთეზიის დროს ჩვენს კლინიკაში სრულად ვიცავთ ეგრეთ წოდებულ ERAS პროტოკოლებს, Enhanced Recovery After Surgery, რასაც ქვია, რომ პაციენტი პრაქტიკულად ოპერაციიდან 1 საათში ყველზე დგას და რეალურად
აქტივაცია ხდება ძალიან სწრაფად. შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ დავით აბულაძის ქართულ იტალიურ კლინიკაში დაახლოებით 30-მდე გამოკვლევა სრულდება, მათ შორის ექიმებთან კონსულტაციები და სისხლის ანალიზებიც ოპერაციის წინ პერიოდში. ეს ხდება 3 კვირით ადრე. სულ რაღაც 3-ჯერ უწევს პაციენტს მოსვლა ჩვენს კლინიკაში იმისთვის, რომ გაიაროს კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაიტაროს, ხოლო ის პერიოდი, რაზეც თქვენი საუბრეთ, რომ უნდა მოემზადოს უკვე კვებითი რეკომენდაციების და მედიკამენტების დაცვით, ეს პერიოდი მოიცავს მინიმუმ 3 კვირას. ასევე აღნიშნავთ, რომ როდესაც ჩვენთან ჩამოდიან ძალიან ბევრი პაციენტები ჩამოდიან უცხოეთიდანაც, როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპიდან, მათ ამ პერიოდს, ვისაც თქვათ დიდი დრო არ აქვს, რომ საქართველოში გაჩერდნენ სამსახურიდან გამომდინარე, ამ პერიოდს, ასე ვთქვათ, ვუმოკლებთ იმის ხარჯზე, რომ ვაწყებინებთ წინასწარ მომზადებას ონლაინ. ბატონო, თვითონ საზღვარგარეთ სადაც არიან იგზავნიან შედეგებს და იქიდან იმ შედეგების თვალსაზრისით ჩვენ რეკომენდაციებს ისე რომ სრულიად 3 კვირაში შეგვიძლია რომ უცხოეთიდან ჩამოსულ პაციენტს ეს მომსახურება ნაკლები რისკებით გაუწიოთ და ჩაუტარდეთ ოპერაცია საქართველოში. უღრმესი მადლობა ამ საუბრისთვის. დღეს ამ კითხვებით შემოვიფარგლებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვისვით ამ ვიდეოს ქვეშ კითხვები და შემდგომ ინტერვიუს უკვე თქვენი კითხვების მიხედვით ავაწყობთ. უღრმესი მადლობა. გისურვებთ ჯანმრთელობას.